Самотурикис парусиас Испанияс Испантанас. ჩვენ მოწმევართ თუ რამდენ სასწაულს ახდენს პანტანასას ღვთისმშობლის ხატი, რომელიც უამრავ ადამიანს ხურნობს. ადამიანები, რომლებიც მედიცინის კანონებით უკვე საფლავში უნდა იწვნენ, ეხლაც ცოცხლები და ჯანმრთელები არიან. ისინი მოდიან და თაყვანს სცემენ პანტანასას ღვთისმშობელს. Სამი წლის სამსექნებელს საქართველოში ჩამომწანდა პანტანასას ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ასლი. და როცა მოქონდა ეს ხატი, მახსოვს მე მამა ეფრემის ესეთ სიტყვები, რომ თქვენ არ იცით კიდევ რამ ხელა სიწმინდეს მიაბრძანებთ საქართველოში. Tuksmeniat პანტანასას ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის შესახებ და საერთოდ თუ გჯერათ ხატების სასწაულმოქმედებისა. პანტანასას პირველად მესმის, მაგრამ ხატების მართლა რომ ჯერა და სასწაულები რო ხდება, ეს მე დიდი ხანია მომისმენა, ბევრები მინახია. ეს მინახია სხვადასხვა ქვეყნებშიც და მინახია ჩვენთანაც საქართველოში. სამწუხაროდ მაგ ხატზე არ მსმენია არაფერი კონკრეტულად მაგ ხატის შესახებ, მაგრამ მორწმუნე ვარ და მჯერავს ხატების სასწაულის. ხატების სასწაულმოქმედების მჯერა, იმიტომ რომ ეკლესიაშიც ბევრჯერ მინახავს მირონ მომდინარე ხატები, თუმცა ამ ხატის შესახებ არ მსმენია. პანტანასა, ყოველთა დედოფალი. ასე ეწოდება მე-17 საუკუნეში შექმნილ ღვთისმშობლის ხატს. ეს ხატი გასული საუკუნის 50-იან წლებში წმინდა მამას, იოსების სიხასტს, მცირე აზიაში მოხუცმა ბერებმა გადასცეს. ბერებს მამა იოსებისათვის უთქვამთ. ხატი სასწაულმოქმედია და დედასავით გაუფრთხილდიო. პანტანასას ხატი მამა იოსებმა ათონის მთაზე წააბრძანა. იმ ხანად წმინდა მთაზე კვიპროსიდან ახალგაზრდა მამაკაცი ყოფილა ჩასული. მას მცირე აზიიდან ჩამობრძანებულ პანტანასას ხატთან მიახლოვება უცდია. ამ დროს ღვთისმშობლის სახე მზის სხივივით განათებულა და ახალგაზრდა კაცი ძირს დაცებულა. ყოველივე ეს მამა იოსებს საკუთარი თვალით უნახავს. ახალგაზრდა კაცი მაგიით ყოფილა გადაცებული. მომხდარის შემდეგ კი დიდ სინანულში ჩავარდნილა და პანტანასას ხატისთვის განსაკუთრებული თაყვანი უცია. ყოველთა დედოფლის ხატის სასწაულმოქმედების შესახებ ხმა მთელ ათონის მთას მოედო. იოსების სიხასტის გარდაცვალების შემდეგ მისმა სულიერმა შვილმა იოსებმა თავისი მოძღვრის კიტიდან პანტანასას ხატი ვატოპედის მონასტერში გადააბრძანა. მონასტრის საძმომ ხატი დიდი პატივით მიიღო და საერთო სალოცავის ჩრდილო აღმოსავლეთ სვეტთან დააბრძანა. Η Παναγία η Παντάνασα είναι μια εικόνα. მიუხედავად იმისა, რომ ვატოპედი ერთადერთი მონასტერია მსოფლიოში, სადაც ღვთისმშობლის 7 უძველესი სასწაულმოქმედი ხატია დაბრძანებული, პანტანასას ხატი მართლმადიდებლებს შორის ყველაზე ცნობილ სასწაულმოქმედ ხატად იქცა. მართლმადიდებლური სამყაროს თითქმის ყველა კუთხიდან გთხოვენ და ჩვენც ვაგზავნით მის ასლებს, რომლებიც უამრავ სასწაულებს ახდენენ. განსაკუთრებით კიბოთი დაავადებულები იმკურნებიან. ადამიანები, რომლებიც მედიცინის კანონებით უკვე საფლავში უნდა იწვნენ, ახლაც ცოცხლები და ჯანმრთელები არიან. გვაქვს მადლობის უთვალავი წერილი, სადაც ადამიანები ადასტურებენ იმ სასწაულებს, რომლებიც პანტანასას ხატისგან მიიღეს. პანტანასას ხატის პირველი დიდი ასლი 1993 წელს ათონელმა მამებმა საბერძნეთისთვის დაწერეს და დანიშნულების ადგილისაკენ საზეიმოდ გააცინეს.
ყოველთა დედოფლის ხატის სასწაულმოქმედების შესახებ უკრაინასა და რუსეთშიც ჩააღწია. წმინდა იოანე კრონშტანტელის მოწყალების საზოგადოების თხოვნით ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა მამა ეფრემმა რუსეთისთვის პანდანასას ხატის შექმნა აკურთხა. 1995 წლის 11 აგვისტოს ყოველთა დედოფლის ხატი ივერიის ღვთისმშობლის ხატთან ერთად რუსეთში ჩააბრძანეს. რუსული ჟურნალი დუხოვნაია ნივა წერდა. ყოველთა დედოფლის სასწაულმოქმედი ხატის წინაშე ლოცვის შედეგად მოხდა ადამიანების მძიმე სნეულებათაგან სასწაულებრივი განკურნება. ზეციური დედოფალი უსაზღრო მწუხარებით შესწერის ჩვენს უძლურებას და ახლად მოვლენილი ყოველთა დედოფლის სახებით გკურნავს. ცნობები პანტანასას ხატის სასწაულმოქმედების შესახებ თბილისშიც გავრცელდა. 1997 წელს გაზეთ მრევლში დაიბეჭდა სტატია ყოველთა დედოფალი. მრევლის მე-7 ნომერს ვაკეთებდით, როდესაც ათონის მთიდან ჩვენმა თანამშრომელმა ირაკლი გამკამიძემ ჩამოგვიტანა პანტანასას ასლი. და იქვე მოაყოლა ამბავი იმის შესახებ, თუ რა სასწაულები აღასრულა ამ ხატისგან დამზადებულმა ასლმა რუსეთისათვის. ძალიან დავინტერესდი, ძალიან მოგვინდა რომ მოგეთავსებინა ეს მასალა მრევლში, მაგრამ ასე ზეპირი გადმოცემით მაინც მწირი იყო. და სულ ცოტა ხანში ვიგებთ, რომ რომელიღაც ჩვენს ახლობელთან სტუმრად ჩამოდის რუსეთიდან მღვდელი, რომელსაც ჩამოაქვს ჟურნალი, სადაც მოთხრობილია დაწვრილებით ამ ხატის შესახებ და ამ ხატისგან აღსრულებული სასწაულების შესახებ. ნუ ჩვენ სიყვარულს საზღვარი არ ქონდა, რა თქმა უნდა, სასწრაფოდ დავამზადეთ და გავამზადეთ მასალა მრევლში დასაბეჭდად. მაგრამ მანამდე ასეთი რამ გავაკეთეთ. დავამზადეთ პატარა ხატები, დავამაგრეთ გაზეთს და გავუშვით მკითხველთან. და ძალიან გვინდოდა, რომ ის რაც ჩვენ გავიგეთ, ის რამაც ჩვენ აღვაქვთ, რამაც რაღაცა განსაკუთრებით გამშვალ ამ ხატის მიმართ და მისი მადლმოსილების მიმართ გვინდოდა რომ მკითხველსაც იგივე ეგრძნო. და რაც მთავარია, ქმედითი დახმარება მიიღო ამ ხატებისგან და საოცრება მოხდა ასე ქაღალდისგან. ხატებმა, ასლებმა უამრავი სასწაული მოახდინეს, რაც ჩვენ გავიგეთ და რაც ჩვენ არ გავიგეთ, კიდე ეს კიდევ ცალკე. მამა იყო ძალიან მძიმე თავად, გვეწვა საავადმყოფოში, ცოტა უკეთ შეიქნა გამოვწერეთ იქიდან და სახლში მოყვანის შემდეგ დაიწყო გულის შეტევები საშინელი. ნუ ტაქტიკურად განუწყვეტლად მქონდა სულ ეს რაღაცა პატარა ინტერვალებით შეტევა. ძალიან შევშინდით, რომ დიდი ხნის ავადმყოფი იყო, სულ ეს აწუხებდა გული წნევა და მე ბუნებრივია ვერ გამოდიოდი შინიდან, ამიტომ წავედი სამსახურში, გამეფრთხილებინან და მე თქვა, რომ ვერ ვივლი რაღაც პერიოდის განმავლობაში. შეხვდა მეგობარი ირინა ფურცელაძე, რომელმაც მითხრა ამ ხატის არსებობის შესახებ და ის რომ მისი ასლები, აი ეს არის კონკრეტულად ის ხატი, პანტანასას ღვთისმშობლის ხატი, რომელიც არის სწრაფლ შემწე, სნეულთა შემწე და მე ამ ხატს მოგიტანო ასლსო პატარასო და დავდე მამას თავთანო და ნუ კარგია, ვიციო. მართლა მომიტანა. ნუ იმ საღამოს ძალიან ცუდად იყო და მთელი ღამე არ მიძინია, ვკითხულობდი ლოცვებს. და უცებ დამემართა უცნაური რამ, დავკარგე მოძრაობის უნარი, მეტყველების უნარი, აი გავქვავდი ესე და ხედავ რას, რომ გაჩნდა სილუეტი ქალის ამას თავთან ესე საწოლთან და მახსოვს ყველაზე მეტად ხელები, აი ამ ხატსაც დააკვირდებით, აქ სპეციფიური ეს ხელი, აი ეს ორი ხელი თავზე დაადო და აი სინათლის წყაროს ხო რაღაცა სიბნელეში ხელს რო დააფარებ და აქედან ეს გამჭვირვალესავე ჩანს ხაზები ხო ეს თითების შორის აი ეს ხედავ ამას ორი ხელი აი ეს ჩამოატარა
თავიდან ბოლომდე შემომხედა და გამიღიმა და გაქრა. იმ დღის მერე 3 წლის განმავლობაში გარდაცვალების დრომდე კაც გული არ წამოდგენია, დადიოდა ჩვეულებრივად ნორმალურად. კაც რომელიც წლების მანძილზე იყო მძიმე ავადმყოფი. მე ნამდვილად ამ ხატს მივაწერა ამ სასწაულს და სხვას ვერაფერს. წელს ქეთევან-წამებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა გიორგი რაზმაძემ თხოვნით მიმართა ვატოპედის მონასტრის საძმოს, რომ ქეთევან-წამებულის ეკლესიისთვის პანტანასას ხატის ასლი შეექმნათ. ძალიან გულისხმობით მოიგებენ ათონინაური ამ ჩვენს თხოვნას. მინდა ვახსენო აგრეთვე ის ფაქტიც, რომ უამრავმა ადამიანმა მრევლის ერმა და ონკოლოგიურმა ავადმყოფებმა მოაწერეს თხოვნას ხელი იმ შესახებ, რომ საქართველოსთვის შექმნილიყო პანტანასას ღვთისმშობლის ხატი და ჩამოსულიყო საქართველოში და ამაზე ვსაუბრობ ზუსტად 2003 წელს ეს თხოვნა იქნა შესრულებული, დაიწერა საგანგებოდ ქეთევან-წამებულის აზრისთვის და 2003 წლის 3 სექტემბერს საქართველოში ჩამომწანდა პანტანასას ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ასლი. და როცა მოქონდა ეს ხატი, მახსოვს მე მამა ეფრემის ესეთ სიტყვები, რომ თქვენ არ იცით კიდევ რამხელა სიწმინდეს მიაბრძანებთ საქართველოში. და სულ რამოდენიმე ხანში მართლაც მოხდა ისე, რომ ადამიანებში, რომლებიც ონკოლოგიური დაავადებებით იყო ხსნეული, მოხდა კურნება, რამოდენიმე ესეთი შემთხვევა დაფიქსირდა და ესე ნელა გაითქვა პანტანასას ხატმა სახელი. პანტანასას ხატი ავჭალაში ქეთევან-წამებულის სახელობის ეკლესიაში დააბრძანეს. იმავე წელს ზემო იმერეთში, მღვიმევის დედათა მონასტერში, იქ მოღვაწე დედების მიერ პანტანასას ხატის კიდევ ერთი ასლი დაიწერა. საქართველოში შექმნილი ხატის ასლი მადლის ასაღებად ათონის მთიდან ჩამობრძანებული პანტანასას ხატის გვერდით დააბრძანეს. ერთი კვირის შემდეგ ყოველთა დედოფლის ხატის ქართულმა ასლმა თბილისში, ქვემო ბეთლემის ტაძარში დაიდობინა. 2005 წელში ვიყავი საზღვარგარეთ სამუშაოდ. უნდა შოუს პერიოდში ცუდად ხდებოდი ხოლმე, ისეთი რაღაცები მიმართებოდა, რომ ეს ხედაყვა მეკეტებოდა წინ გუნკეზე, გეგონება ორი კაცი აი ესე აქეთ-იქიდან გლეჯავს ისეთი რაღაცები მიმართებოდა. უნდა მე ექიმთან რომ მივედი, დღეს რომ სასწრაფო საოპერაციო ხარ, სტენოკარდია მქონდა და ძალიან დიდი თანხა მოითხოვე საოპერაციოდ, ახლა როგორ $10,000 მარტო შემოწმებაზე და 80,000 მერე ოპერაციაზე კიდე რომ რაც უნდა გაეკეთებინათ. ანუ იქიდან სახში დაუკავშირდი ჩვენებს, რომ ესეთი ამბავია, ახლა ჩამოდი და წამოსული და წარმოვდიოდი, იმიტომ მუშაობდი და აკაური პირობებიც არ მიშვედა რომ წამოსულიყო. ანუ მამაო ჩემ მეუღლეს მისცა პანტანასას ღვთისმშობლის ზეთი, რომელიც რომ ჩემ არ ყოფნაში მეწასული ვიყავი, რომ აქ ჩამოაბრძანეს. და ღვთისმშობლის სარტყე. და როგორც ჩამომივიდა თუ არა ის, მე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ წარმოიდგინე დღეში 5-ჯერ 6-ჯერ ნიტროგლიცინი ვზღებულობდი, რომ ექიმისგან გაფრთხილებული ვიყავი, სადაც კი ოდნავ ისე დამიჭერდა, ჩამეკეტებოდა ყბა და ის უნდა გავჩერდ ნაბიჯი არ უნდა გადამეგდა, თუ შეიძლება ბოლო აღმოჩნდეს მაგნაბიჯის გადადგმა. და ყოველ იმაზე 5-ჯერ 6-ჯერ ვიღებდი ამ ნიტროგლიცინს და როგორც ჩამომივიდა ზეთი და ღვთისმშობლის სარტყელი გავიკეთე ტანზე და ის დღესაც კი ზედა მაქვს ყოველთვის წარმატარებ. და დავიწყე ზეთის ცხება. აი 4-5 დღე რო ზეთი ვიცხე, უკვე დღეში 2-ჯერ თუ მჭირდებოდა ნიტროგლიცინი რა. ის კვირა როგორც ჩაიარა ერთ კვირამ, მეორე კვირა რო დაიწყო, უკვე საერთოდ აღარ მიხმარია. 2000 წელს მე დამიტკის და ცებროპატიტი ვიწექი ბოტკინი მქონდა. ხო და ბალახებს ვიღებდი უბრალოდ, მაგრამ მაინც მქონდა ისე გავააქრობდა იმას და ესე იგი არ ღვთისმშობლის მადლით, რომ წავიდი და ავიღე
ხელმეორედ ანალიზები იყავი ავერსის კლინიკაში საბურთალოზე გამოვიდა პასუხი ისეთი რაღაცა რომ გავშლი მე თვითონ კაცი რომ ცეგეპატიტიც აღარ მქონდა აბსოლუტურად აი მკურნალობის გარეშე აი ზეთის ცხებამ და ღვთისმშობლის სარტყელმა გამკურნალა ხდებოდა ისეც რომ აი წარმოიდგინეთ მეოთხე სტადიაში ქონდა ადამიანს იმსი ნუ მისი ძმა დადიოდა იმიტომ რომ მასიარული არ შეეძლო პარაკლისებს ესწრებოდა და ჩვენ გავატანეთ პარაკლისებს შევიხსენებდით ამ ადამიანს და ბოლოს მოხდა ისე რომ ეს ადამიანი გერმანიაში დააფრინეს სასწრაფო ოპერაცია ჩაეტარებინათ და როცა დაწვა სამთხოვოში გამოკვლევებზე აღმოჩნდა რომ სრულად იყო განკურნებული და ეს დაემთხვა 3 სექტემბერს 3 სექტემბერი მინდა გითხრათ რომ ეს არის პანტანასას ხატის ჩამობრძანება საქართველოში და როცა ლიტანიობით მშენებარე მისახელობით მშენებარე მონასტერში მივდიოდი და მივაბრძანებით ხაწორნიკ პარაკლისი აგვევლინა ყოველწმინდა ღვთისმშობლისთვის გზაში გახარებული დაგვეწია ეს ადამიანი და გვახუწყა რომ ეს ასწავლი მოხდა და ამ ჟურნალისტები ესწრებოდნენ სხვადასხვა არქის და გეკითხებოდნენ რომ თუ ხდება ასწავლი და მოუტრიალდა და უთხარი აი ადამიანი და თქვენ თვითონ ნახავთ რომ ესეც ასწავლები არსებობს. არის ესეთი მომენტიც რომ როცა ადამიანს ამაცხის ნეულება რაღაცა ესეთი წუხარება ეწევა ძალიან მაღლებულობს ხოლმე ღვთისგან წყალობა ძალიან ხშირად ხდება რომ ერთხელ გადახდილი პარაკლისი ან ერთხელ ამ თქმათქვამი აღსარება ან ზიარება მისთვის საოცარი კურნების საწინდარი ხდება მაგრამ არიან კატეგორია ადამიანებისა რომელიც არ იკურნებიან, არ ხდება მათზე შეწევნა, მაგრამ ეს ყველაფერი ღვთისგანგებულებით ხდება. ზოგს აძლევს უფალი წყალობა, ზოგს არა, იმიტომ რომ უფალი ადამიანს ესეთ მდგომარეობაში, ესეთ განსაცდელში აკופეს მანამდე, სადაც მისი სულისთვის ექნება ეს აუცილებელი. მაგრამ ერთი უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ამ წუთის სოფელში ვცხოვრობთ. თავარია სულიერ სულყოფას მივახციოთ ამ წუთის სოფელში და გაწმენდილი წავდეთ ღვთის წინაშე. 2008 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და მამა გიორგი რაზმაძის დაოსნობით ზახესის მიდამოებში პანტანასას სახელობის დედათა მონასტრის მშენებლობა დაიწყო. რამდენი ადამიანში დედებში მომავალ დედებში უფრო სწორად ჩამოყალიბდა აზრი რომ სრული ჰქონდათ მონასტრული ცხოვრების დაწყებისა და შემდეგ ფიქრის რაღაც გარკვეული დროის შემდეგ გადავწყვიტეთ რომ არა ტაძარი არამედ მონასტერი აშენებული იყო მის სახელზე პანტანასას ღვთისმშობლის სახელზე ეს ხატიც გამოგზავნებული იყო ამ სავანეში და მისთვის ესეთი განსაკუთრებული ადგილი შეგვერჩია და ამ ადგილის შერჩევა ესეთი შემთხვევით მოხდა სულ რამდენიმე კლდის ფრაგმენტი იყო რომელიც ესეთი ქვემოთ ძალიან საოცარ და მინდვრად გამოიყურებოდა და როცა ამოვედი და დავათვალე ეს ადგილი აღმოჩნდა რომ ეს ადგილი ნამდვილად იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამგრებელი აი ამ წუთამდე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შეინახა თავისთვის როგორც ჩანს ეს ადგილი არანაირი წყარო და საშუალება დაფინანსების არ ყოფილა ესეთი კეთილი ხალხის ნებასმენელზე თუ ვინმე რამე შემოწირავდა და ესეთი ასე ვთქვათ შიშველი ხელებით და სრული ენთუზიაზმით მოხდა ამ ყველაფრის შენობება და დღეს ხედავთ რომ ცენტრალური ტაძარი სატრაპეზო მცირე ზომის ეკლესია და სხვა სათავსოები უკვე აშენებულია იქით მხარეს ვაპირებთ დედათა საცხოვრებელი კელების მშენებლობას ინკლდის ფერდობზე გამოყვება აქეთ და გვირაბით დაკავშირებული იქნება სატრაპეზო და სახელოსნოებთან ისევ ეკლესიასთან ქვემოთ სართულზე იქნება სატრაპეზო ამ სართულზე იქნება განთავსებული სახელოსნოები სამკერვალო ხაწერის და ასე შემდეგ აი ამ ორი ქვაზე შემდგომში იქნება სასტუმრო კელიები მოსვლილი სტუმრებისთვის და შეიძლება რომ აი ამ აშენებულობის შემდეგ სასტუმროში ადამიანები მოგესალები დარჩენ და დაესწრონ ხოლმე ღვთისმსახურებებს ზედების ლოცვას. ფუნდამენტის ჩასხმაზე სერიოზული თანხა დაიხარჯა რა, ბევრი ბეტონი წავიდა და ისეთი მომენტი იყო რომ ხელოსნებმა როცა ჩაასხეს ეს ბეტონი მამაოს ეკითხებოდნენ რომ გავაგზავნოთ თუ არა, ვაგზელებთ თუ არა, რა ფინანსურ საკითხებთან იყო დაკავშირებული და მამაო გვერდზე მედგა ესა და
მამაუნება კი ვაგრძელებთ, აბა რა თქვენ წახვალთ ახლა რაიონიდან თქვენ ჩამოსულები და ერთ კვირაში გავაგრძელებთ ამ ყველაფერს და მე ჩუმად ვეუბნებოდი მამაოს რომ მამაო მეთქი რითი აგრძელებთ მეთქი 300 ლარი გაქვს დარჩენილი მეთქი არა უშავსო ღმერთი მოგცემსო და ის იყო და იმ დღის მართლა არ გაჩერებულა მშენებლობა რა ესე ყველაფერი მიდის 2 წლის მანძილზე შეუჩერებლად მიდის მშენებლობა მართალია ნელი ტემპებით მაგრამ ნუ მიდის რა გაჩერებული არ არის ეს ყველაფერი რა მოუხდა მამაო ძალიან მოუხდა ყოველი წლის 3 სექტემბერს პანტანასას ხატის საქართველოში ჩამობრძანების დღე აღინიშნება. ყოველთა დედოფალს საზეიმო მსვლელობით ქეთევან-წამებულის სახელობის ეკლესიიდან მშენებარე სამონასტრო კომპლექსისკენ მიაბრძანებენ. მშენებლობის დასრულების შემდეგ პანტანასას ხატი თავისი სახელობის მონასტერში სამუდამოდ დაიდებს ბინას. მსვლელობაში ის ადამიანებიც იღებენ მონაწილეობას, რომლებმაც ყოველთა დედოფლისგან შემწეობა მიიღეს. Plasturi Recuerda Santos Richard გერმანიაში მოგვიწევდა წასვლა და იქ რომ ჩახვედით იქაც ძალიან პატარა შანსი ამ ჯერ გვეუბნებოდი რომ საერთოდ ვერ გადავაფრენდით ბავშვს სტუდენტად ძიმეთ მაგრამ ჩავფრინდით აბსოლუტურად უსაფრთხოდ მე ძალიან ცოტა შანსი მოგწეს 80% 20 რო გადარჩევ თუ გადარჩევდა აუცილებლად გადანერგვა უნდა დაჭირვებოდა რომელიც ჩვენ შემთხვევაში სარისკოა რომ ერთი წლის იყო მაშინ და ხა აბსოლუტურად გამხდარა არც გადანერგვა დაგჭირვებია ქიმიოთერაპიის კურსიც ძალიან ადვილად გავიარე ერთ-ერთი ყველაზე რთული ფორმა ჰქონდა ლეკარის Anasantun savitazah mesagan vidadashom matagan egutisatam kamera Israel tavagatebda svesachesada opasa ugalovdet olat minda oktishobelo gwats onechven Karemotsulim ramataga sasdertaga shenda mometve hode dopalo David Hobbs valobasa Chirtada urataga mixerve Sneloda matzvaro gazirota Olat minda optish
შუბელო გვასწონეჩვენ შემაშფოთებენ მემნებად აკვეთებანი დავრავლი თაურვი და აღავსებენ სულსა ჩემსა ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს იცით რომ არის პანტანასას ხატის ჩამბრძანების დღე და არის წმინდა მამის ნექტარიოს პენტაპოველის წმინდა ნაწილების მოძიების დღე. მადლობა ღმერთს, რომ ამას ვერც მოვიფიქრებდით რამდენიმე წლის წინ, რომ მის სახელზე პანტანასას ღვთისმშობლის სახელზე აქ მონასტერი აშენდებოდა. ეს ყველაფერი ღვთისგანგებაა, ეს ყველაფერი პანტანასას ლოცვა კურთხევა და კიდე ბევრი გაკეთება, კიდე უფრო მეტი გაკეთება, კიდე მეტი სასწაული მოხდება და მადლობა ღმერთს უამრავი ადამიანი მოდის, რომელიც ამ ხატისგან ყოველთა დედოფლისგან პანტანასას ღვთისმშობლისგან ძალიან დიდ წყალობას იღებენ. და ჩვენ სადაგვრჩენე ერთადერთი მუხმოტრით ვთხოვოთ პანტანასას ღვთისმშობლის შემწეობა, წყალობა, ამ მონასტრის აღმშენებლობა, ამ მონასტერში მომავალი დედების სწორად ცხოვრება, სწორად ფორმირება და რაც მთავარია ჩვენი სულის ხონება. და მერწმუნეთ რომ როცა ადამიანი ევედრება ყოველწმინდა ღვთისმშობელს ის არასდროს არ ტოვებს. თქვენ ყოველთვის მახსენდება მამა ეფრემის სიტყვები, როცა ამბობდა რომ თქვენ ნარისით რამხელას იწმიდე მიბრძა მობრძანდება საქართველოში. ეს ყოველ დღეს, ყოველ საათს, ყოველ წუთს ეს სასწაულმოქმედი ხატი ამ თავის წყალობას ქართველენს ფრენს და იმედია რომ მომავალში ჩვენს მერეც მოფენს. იმიტომ რომ ჩვენით არ იწყება და ამთავრდება ეს ღვთისმშობელი. აუცილებლად მოფენს იმ ადამიანებს, რომლებიც შემდეგ მომავალ ცხოვრებაში ჩვენ რო აღარ ვიქნებით და აქ უამრავი ადამიანი გაიზრდა, უარი მონაზონი მოვა და იღვაწებს ამ ადგილზე, შემდეგ იმათაც მისცემს ძალიან დიდ წყალობას. და მერწმუნეთ რომ ეს ნამდვილად ესე იქნება. ეს განსაკუთრებულად ვთხოვოთ პანტანასას ღვთისმშობლის შემწეობა, განსაკუთრებულად ვთხოვოთ რომ ეს მონასტერი მალე დასრულდეს, მშვილობიანად დასრულდეს და ყოველთვის ღვთისადიდებელი ჰიმნები ისმოდეს ამ ჩინებული მონასტერიდან. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დაგუთხოთ და პანტანასას ღვთისმშობლის მოწყალება არ მოგვაქვს და წყალობა ღმერთმა.